ზოოპარკში მიმდინარე სამუშაოებზე მერიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები თითქმის 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. საუბარი შეეხებოდა სტიქიის შედეგად დაკარგული ცხოველების ძებნის ოპერაციას. სპეციალისტების განცხადებით დაკარგული ცხოველებისგან საფრთხის არიდების მიზნით სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნდება ვეფხვის და აფრთხის ანაბეჭდები, რაც უზრუნველყოფს ცრუ გამოძახების თავიდან არიდებას. შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 1 ვეფხვი და 1 ზოლებიანი აფთარი. არის საუბარი იმაზე, რომ ცხოველი, რომელიც ცხოვრობდა შეზღუდულ სივრცეში, ის შეიძლება ნაკლებად ადაპტირებადი იყოს ველურ გარემოში, ამიტომ შეიძლება გარკვეული ყურადღების ობიექტი იყოს ის მიტოვებული შენობები, რომელიც დღეს მდებარეობს ამ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. არის ასევე ერთი თემაც, რომელიც უკავშირდება ზოოპარკის გაწმენდ სამუშაოებს, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის მიყვანილი ეს გაწმენდის სამუშაოები და შეიძლება ცხოველის გვამი არსებობდეს ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ამ შლამში და ის არ იყოს აღმოჩენილი. ყოველ შემთხვევაში სანამ არ აღმოჩნდება და არ იქნება რაიმე დამადასტურებელი ფაქტი იმის შესახებ, რომ ცხოველები ან უკვე გარდაცვლილია, ან გაუნებელყოფილია, მანამდე ესე ვთქვათ ეს ძიების პროცესი აქტიურად გაგრძელდება. მთავარი რეკომენდაციები არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს შემოესვათ ვეფხის ღრიალი, ვეფხი არ ღრიალებს. მსგავსი რეკომენდაციები იქნება ჩვენგან შემუშავებული, რომ სრულ ინფორმაციები და სრულ განგაშები დავიდეს მინიმუმზე, იმისათვის, რომ ჩვენ სპეციალისტებს და სპეცსამსახურებს დარჩეთ უფრო მეტი დრო და საშუალება და რესურსი, რომ თუ იქნება ნამდვილი შეტყობინება, რომ ამ ნამდვილ შეტყობინებაზე მოახდინონ დროული რეაგირება.